მაშასი ამ გამოკითხვის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები და შეხედულებები. Mai მაგალითად აი ამ კითხვებიდან და პასუხებიდან პასუხების შემდეგ კვლავ იგივე განწყობაზე ვარ, რომ მოსახლეობა არ ინტერესდება, არ ვიცი, არ არის ჩართული ამ პროცესებში და თვითონაც ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რაღაც კულტურის ამაღლებაა საჭირო აი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი იძახის, რომ არ ვიცი, მაგათიციან, მე რა ვიცი, რა უნდა გამკარგო, იმად გამკარგო. სწორედაც ეგ არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თქვათ ის ბიუჯეტი რო იცება, ეს ბიუჯეტი არის ჩვენიდან გადახდილი თანხები. შემდეგ რომელიც ნაწილდება და ნაწილდებოდეს არ ვიცი, ქალაქის დასუფთავება, გარკვეული რაღაც შიდა სამუშაოების, გზების შეკეთება და რაღაცა და ამ განაწილებაში უნდა იყვნენ ჩართული მოსახლეობაც. და სანამ ჩაერთვებიან კიდე აი არჩევნებზე თვითმმართველობის დროს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თუ ვის მისცენ ხმა, რომ შემდეგ თქვენ დობა გამოუცხადონ მისცენ მანდატი და მე ამ ხალხმა განკარგოს ასე თქვა ბიუჯეტი. Კიდაც აი ამ უკვე არჩეული მოსული ხელისუფლების შემდეგ უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა მოქალაქემ ეს მოქალაქეობრივი ვალი არ ვიცი განცდა დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ აღგო განცდა ჩვენი სამშობლოს ჩვენ ვართ ამის პატრონები თქვათ ვიღაცა დაინიშნა არ ვიცი გამგებლად გუბერნატორად თუ მინისტრად უყურებთ იმას როგორ იცი ეს არის ყველაფერი და ჩვენ ვართ არაფერი პირიქით ის არის ოქტომბრის რევოლუციის შედეგებს ვიმკით ეხლა რა კაპიტალისტური სისტემა გამოვიარეთ სწორედ ადამიანებს სამწუხაროდ არ ჩამოუყალიბდათ მესაკუთრული თვისებები რაც აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისათვის თუნდაც იქიდან დავეწოთ რომ საკუთარი სამშობლოს განცდა ისე არ აქვს საკუთარი ქალაქის თუ რაღაც საკუთარი უბნის თუ ასე შემდეგ რაც შეეხება გოგას ვეთანხმები იმაში რომ სამწუხაროდ ძალიან დაბალია მოქალაქეების განათლება ამ თვალსაზრისით შეიძლება ეს კარგად აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში არც იყოს საჭირო მაგრამ უმეტესობა ვერ არჩევს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებებს და მოვალეობებს ანუ იქ ვის მოეკითხება პასუხი ამ თემაზე შემდეგ იმ თემაზე ვის მოეკითხება პასუხი და ასე რომელ სამსახურს ანუ ეს სახელმწიფო ვალდებულებაა თუ ადგილობრივი ვალდებულებაა ყველა შემთხვევაში მე იმაში გეთანხმებით რომ საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა მოქალაქეების უფრო მეტი აქტიურობა სხვათა შორის მე ამასთან დაკავშირებით თქვი კიდევაც ადრეც მithქვია ეს არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას განსაზღვრავს და არც ჩემსას და არც სხვისას მაგრამ ის პროგრამა სოფლის დახმარების პროგრამა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო და კარგი მე ვთვლი იმიტომ რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია, ეს იყო სწავლება ადამიანებისათვის როგორ უნდა ჩაერთონ საკუთარი სოფლის პრობლემების მოგვარებაში, დაინტერესდნენ და თვითონ გადაწყვიტონ საკუთარ სოფელში რა არის პრიორიტეტული და რა არის გასაკეთებელი. ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პროგრამას, ინფრასტრუქტურულ პროგრამას, რა უნდა გაკეთებულიყო, არამედ იმ ადამიანების განათლებას და მომზადებას საიმისოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს ზოგადად სოფელში და ჩართულობა გაიზარდოს. ეს პროექტი ამეთაც იყო საინტერესო სხვათა შორის. და გეთანხმებით იმაში, რაც უფრო მეტი იქნება დაინტერესება ადამიანების, მეტი იქნება იმ პრობლემების და პრიორიტეტების გამოვლენის საშუალება. მე ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არ იცნობს პრობლემებს და პრიორიტეტებს, მაგრამ უპრიანია რომ ხალხმა დანომროს ეს პრობლემები. ანუ თქვას რომ მე არა ვიცით რა, მოდი გზა არ მინდა. პირველ რიგში გადამიწყვიტეთ რაღაც სხვა კონკრეტული პრობლემა. ვფიქრობ გარკვეული სამომავლობები უნდა ტარდებოდეს და შეიძლება თვითონ საკრებულოს წევრებიც იყვნენ ამის ინიციატორები. ბატონო ალექსანდრე, თქვენი შეფასება მაინტერესებს. გამოკითხვის. ახალი არაფერი არ მოგვისმენია. ჩვენ მრავალჯერ წავაწყდით ზუსტად ამ საკითხს იგივე საჯარო განხილვების დროს მხოლოდ ფაქტიურად 99% ამ საჯარო განხილვებს ესწრებოდნენ დაინტერესებული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები, რომ აინტერესებდათ რა დაფინანსება მიიღება. თვითონ ცალკე ისეთი მოსახლეობის ჩართულობა იყო ძალიან მცირე. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სოფლებში გავაკეთეთ ინიცირება ამ ბიუჯეტის განხილვისა, რამდენიმე სოფელში მოხდა, თქვათ ასე, საპილოტო პროგრამის გაკეთება და იქაც ძალიან ასე ვთქვათ ინდიფერენტულად შეხვდა მოსახლეობა აი ამ ბიუჯეტის განხილვას და მხოლოდ რამდენიმე ასე ვთქვათ ათეული მოსახლე დაესწრო ამ
შეხვედრას, ისიც თითქოს ისეთი პათოსით იყვნენ, რომ აი ესწრებოდნენ, უსმენდნენ და რაღაც დაინტერესება ნაკლები იყო. და თუ შეკითხვები მოდიოდა, იქ შეკითხვებიც ასე ვთქვათ, როგორც წეგა ბატონმა ზურაბმა დანა, იმდენად არ ეხებოდა თვითმმართველობას, რამდენადაც სახელმწიფო უწყებებს და გარკვეულობა ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის ისეთი, რაც ჩვენთვის იქნებოდა კარგი. ოპოზიცია ხშირად აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი. თქვენ როგორც ეკონომისტი, ფინანსისტი, თუ ეთანხმებით ამას და რამდენად აისახა ბიუჯეტზე ეს კრიზისი, თუ მართლაც არის რეალურად? მე გეტყვით, რომ როდესაც მე დავინიშნე ჩემს თანამდებობაზე და ფინანსები და ეკონომიკის ასე ვთქვათ კურატორი ვარ თვითმმართველობაში, ჩვენს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გააჩნდა 800.000 ლარიანი დეფიციტი. გახსოვთ ალბათ მე ამ სტუდიაში განვაცხადე ზუსტად ეს და მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში 800.000-იანი დეფიციტიდან ჩვენ 1.200.000 უკვე ფული გვეჭდა ანგარიშზე. წარმოიდგინეთ, რამხელა გარღვევა მოხდა უარყოფითი ბალანსიდან. ანუ შემოსავლები რა თქმა უნდა, შემოსავლები. ყველა სახის შემოსავალი შემოგვივიდა დეკემბერში და იანვარში. რასაც კი ველოდებოდით და გადაჭარბებაც კი მოხდა ზოგიერთ მუხლებში. საპრივატიზაციო თანხები შემოგვივიდა, სათამაშო ბიზნესის, ქონების გადასახადის და იმ მდგომარეობიდან, როდესაც ჩვენ უკვე შიში გქონდა, რომ შეიძლება გახსოვთ ალბათ, რომ გუსირებდა, რომ საბავშვო ბაღები ხელფასებს ვერ მიიღებდნენ და არათუ ხელფასები ჩვენ დამატების ნახში გადმოყვა და დამატების სახსრები გაგვიჩნდა, ზუსტად ეხლა ვფიქრობთ, რომ აი ნაგვის მანქანები შევიძინოთ რაღაც. აი მეთოდა მეკითხა, თუ დამატებითი სახსრები რატო დგას ეს პრობლემატიკა? აი ზუსტად ეხლა ვაკეთებთ ამ ცვლილებას ბიუჯეტში და აი ნაგვის მანქანების თანხა უნდა დავამატოთ ბუნკერების, რომ ზუსტად ის სახსრები პროცედურული პაუზაა, იმიტომ რომ ამასაც ტენდერი ჭირდება, ყველაფერს შესწავლა. რაღაც თავისი პროცედურები აქვს, ჩვენ ამას აუცილებლად მიმართავთ ისევ თელაველების კეთილდღეობისათვის და მე როგორც ვიცი, არც სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს პრობლემა, იმიტომ რომ იანვრის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. და ეს არის რაღაც ეთყობა პანიკის დათესვა უნდათ მოსახლეობაში, თუ რა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ვერ ვგრძნობთ, რომ სახელმწიფოში რაიმე კრიზისია, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ბიუჯეტს ეთყობა ხოლმე, როდესაც კრიზისია. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე აქტიურად ჩართოთ დარბაზს, ბატონო გიორგი, მანამდე თქვენი აზრი მაინტერესებს ეკონომიკური კრიზისთან დაკავშირებით, თქვენ პარტიას რა მოსაზრებები აქვს? არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ ემუქრება საქართველოს, მინდა გითხრათ, აი შემოსავლებს რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე, მინდა გითხრათ, რომ აი ეს სტიქიური უბედურებასთან დაკავშირებით დარიგებულმა თანხებმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ პირიქით იცით, რომ მილიარდიანი პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის, რომელიც არ ვიცი 1 ჰექტრამდე თუ არ ვცდები, მე გურჯაანის ტელევიზიაში მქონდა ამ კომისიის თავმჯდომარესთან მინისტრის პირველი მოადგილე შერგელაშვილი, თენგო შერგელაშვილთან მქონდა ამ საკითხზე ვთქვათ დებატებიც და მისი ინფორმაციით, ანუ 1 ჰექტრამდე ესეთი შემთხვევა, როდესაც მოსახლეს მისცემენ მოსახნავ საშუალებას, დასათეს საშუალებას და ყველაფერს. არავითარი ეკონომიკური ეს არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის ოცნება, რომ საქართველოს რაღაც შეიქმნას და თითქოს ვიღაცა გამოვიდეს და რაღაც. არაფერი მე რასაც უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მე წეგან აღნიშნე, რომ ჩემი გარკვეულწილად ჩემი შეხედულებები მაქვს სამკეულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის არათუ კრიზისი პირიქით. 1 წლის მერე მე ნამდვილად ვიცი, რომ კიდევ გაუჯერებსდება ჩვენი მდგომარეობა, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობას რეალურად რაღაც საშუალება ეძლევა, რომ ვთქვათ, გლეხმა დაამუშავოს მიშა და მიწა და პროდუქცია მიიღოს. როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, დღეს ჩვენ სტუდიაში გვესწრებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი გადაცემის განმავლობაში უსმენდნენ სტუმრებს და საინტერესოა რა აზრს გამოთქვამენ ისინი, რა შეკითხვები გაუჩნდათ ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმები სტუდიაში სტუმრებს, მივესალმები მაყურებლებს. მე ვარ ნოდარეჯიშვილი, დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი. ნამდვილად საინტერესო საუბარი იყო, კარგი თემა წამოიჭრა, ზოგადად ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის და ზოგადად ქალაქის განვითარებაში. რაც შეეხება ჩვენს ბიუჯეტს, მე დავესწარი მუსიკალურ სკოლაში იყო ამ ბიუჯეტის განხილვა. ყველა თანხას, რა თქმა უნდა,
ვერ გადავავლე თვალი, მაგრამ ძირითადად ბატონმა ალექსმაც კარგად გაგვაცნო და ეს რამოდენიმე კვირა უკვე იმდენჯერ მოგვიწია ამ ბიუჯეტთან შეხება და საუბარი, რომ კარგად გავარკვია უკვე. რაც შეეხება კონკრეტულად სოციალურ თემას მინდა შევეხო, ეს ბიუჯეტი აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი და პრიორიტეტულად უნდა ამ ბიუჯეტში წამოწეული იყოს სოციალური თემა. იმიტომ რომ დღეს თვითონ ჩვენს ქალაქში, ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია სოციალურად დაუცველი და პირველ რიგში მათ სჭირდებათ დახმარება. და საერთოდ ზოგადად ნებისმიერი ბიუჯეტი უნდა იყოს ადამიანებზე მორგებული, იმ ხალხზე მორგებული, რომელიც ხალხის ირჩევს ნებისმიერ ხელისუფლებას. ნებისმიერმა ხელისუფლებამ თავისი ბიუჯეტი უნდა მოარგოს ხალხს, უნდა მოისმინონ ხალხის აზრი, ხალხს რა უჭირს. დღეს შტაბ-ბეჭდილება დამჩა, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ნაგვის და ნაგვის გატანაზე და დასუფთავებაზე. ეს არ უნდა იყოს ამ ბიუჯეტის თავარი თემა, ნაგვის დასუფთავება. პირიქით ეს ბიუჯეტის თემა უნდა იყოს თვითონ მოქალაქეების ჩართულობა და მოქალაქეებზე მორგება ამ ბიუჯეტის. მესმის რომ ნაკლები თანხებია, არ არის ძალიან დიდი თანხები, მაგრამ თუ სწორ მენეჯმენტს გაუწევენ ამ თანხებს, შეიძლება რომ სასარგებლოდ გამოიყენონ. და აქედან მე მინდა ვთხოვო საკრებულოსაც, გამგეობასაც, რომ მოქალაქეები დააინტერესონ, მესმის რომ არ ერთვებიან ეს ხალხი, მაგრამ ვერ ჩაერთვებიან, იმიტომ რომ ინფორმაცია არ არის თქვენს, მე მგონი აღნიშნეთ, რომ ტელევიზიამდეც არ მოდის ეს ინფორმაცია, ბატონი გოგა პოლიტიკოსია და თუ პოლიტიკოსამდე არ მიდის, რიგით მოქალაქემდე საერთოდ ვერ მივა ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, უნდა ჩაერთოს მოქალაქეები და ერთი კიდე დავამატო მოქალაქის ჩართულობაში მე ვგულისხმობ მოქალაქის აზრის გათვალისწინებას. შეიძლება 100 მოქალაქე ჩაერთოს და ისაუბროს, მაგრამ რამდენად გაეთვალისწინებენ. მე წეღან აღნიშნე დავესწარიან ბიუჯეტის გახილვას, მაგრამ აქ იყო მოტანილი პროგრამული ბიუჯეტი წინასწარ გათვლილი. იქ ვისაც არ უნდა ეთქვა, ვფიქრობ არავის აზრს აღარ გაეთვალისწინებდნენ და სანამ ბიუჯეტი დაიწერება, მანამდე უნდა მოусმინონ მოქალაქეებს. და მანამდე უნდა გაითვალისწინონ თავარი. გასაგებია ბატონობა თუ გსურთ რომ პასუხოთ ბატონ ნოდარს? მე მინდა დავამატო თქვა ის რომ პროექტის განხილვაც მოეწყო, ბიუჯეტის პროექტის, არა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის და ის საჯარო განხილვაც ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოხდა. რაც შეეხება ცვლილებების შეტანას, ეს პრეცედენტიც გვაქვს. ანუ საჯარო განხილვაზე, როდესაც დადგა საკითხი ცვლილების შეტანის შესახებ და ლალისყურის საბავშვო ბაღის დაფინანსების შესახებ, ეს ცვლილებაც შევიდა. ანუ იქ პრობლემა არ არის, ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია, ის წლის განმავლობაში იცვლება. რაც შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები მასში არ შევიდეს, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები შესაძლებელია. ვიღებთ იმ შენიშვნას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია როგორც ჩანს საჭირო, რომ ადამიანებმა უკეთებ მიიღონ ინფორმაცია საკრებულოს ხდობის შესახებ და თუნდაც გამგეობის თუ საკრებულოს აქტივობების და მუშაობის შესახებ ამ შენიშვნას ვიღებთ. სწორედ უკეთესად მივაწოდოთ ინფორმაცია. მეც ამის იმედი მაქვს და შემდეგი შეკითხვა ბატონი გოგი ჭონიშვილი, საზოგადოებრივი დარბაზი. მოგესალმებით. წარმომადგენელი. ძალიან საინტერესო შეხვედრა. გიორგი ჭონიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვიტყოდი, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა ალბათ, რომ შეხვედრას ხონებოდა უფრო საგანმანათლებლო ფორმა, ვიდრე ბიუჯეტის განხილვა და საიდან დამებადა ეს აზრი. პირველ რიგში მოვისმინეთ კიდეს თელაվել მოქალაქეთა გამოკითხვა და საერთოდაც ვიცი მე მოქალაქეთა ინტერესი ბიუჯეტისადმი. და არის ძალიან, როგორ ვთქვა, ძალიან დაბალი ინტერესი და დაბალი აპატიეთ და შესაბამისი განათლება. ახლა ვერც მე დავიკვეხნი რა ნამდვილად ფინანსებში მე ძალიან ცუდად ვერკვევი. ეს არ არის მარტივი არითმეტიკა, აქ ამ არითმეტიკაზე აგებულია სოციალური, კულტურული, რა ვიცი, თავდაცვითი და ასე შემდეგ საკითხები და არც არის აუცილებელი და შეუძლებელიც არის, რომ ყველა მოქალაქეს ესმოდეს ბიუჯეტში თითოეული მუხლის მნიშვნელობა და განსაზღვროს რომელში ჯობია მეტი ფულის ჩადება და რომელში ნაკლების. მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც უნდა ფინანსისტები არსებობენ. უნდა დაინტერესდნენ ასეთი ხალხი, ვინც ნაკლებად ერკვევა ბიუჯეტში და უნდა მიიღოს განხილვაში მონაწილეობა. სწორედ ასე უნდა შეიქმნას ადგილობრივი ბიუჯეტი. აქ მეორე პრობლემაა კიდე. ადგილობრივი ბიუჯეტი
რა ვიცი, ფულის მონეტები ვიდგავს ალბათ ერთმანეთს თელავის, გურჯაანის, ჭყოროწყუს და ასე შემდეგ. ეს არის უკვე წინა ხელისუფლების დამსახურება, ეს ყველაფერი მიბმული აქ ითქვა კიდეც, მიბმულია თვითმმართველობის კანონზე და თვითმმართველობა იმდენად იყო შეზღუდული, იმდენად ასე ვთქვათ, პირამიდა იყო აშენებული აქ მმართველობის, რომ თვითმმართველობაზე ლაპარაკის ზედმეტი იყო. ბიუჯეტი კი არა, თელაველებს ისიც კი არ გუკითხეს, თელავის სახეს რო ცვლიდნენ, იქნებ ვინმე ცოტა სხვა აზრი ქონდა და არ შეიძლებოდა ისეთი ზოგიერთი რაღაც, ახლა ყველაფერზე რა თქმა უნდა არ ვიტყვი, ბევრი კარგი რამეს გაკეთდა, მაგრამ ისეთი სიმახინჯეების გაკეთება, რაც თელავში უკვე გაკეთდა, თელაველების კითხვის გარეშე და მოსახლეობის გამოკითხვის გარეშე შეუძლებელია. შეიძლება ბიუჯეტში თელაველი ვერ ერკვევა რაღაც სპეციფიკის გამო, მაგრამ იმაში მაინც ერკვევა, რომ ნადიკვრის ფორმა, თეატრის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და სიმახინჯეა. ამიტომ თავი და თავი მაინც ალბათ მოდის იქიდან, რომ თვითმმართველობის კანონი არ იძლევა საშუალებას დიდი, ასე ვთქვათ, იმპროვიზაციის უნარი იყოს ადგილობრივ ბიუჯეტში. მეორე, რა თქმა უნდა, ტრადიციაც არსებობს გარკვეული, იმიტომ რომ ჩვენთან ოდითგან ახსენეს კიდეც ბატონებმა, რომ აი 17 წლის მერე ვიმკითხო იმ შედეგებსო, ჩვენთან ბიუჯეტის განხილვა აი ახლა იწყება. მე ცოტა ძველსაც მოვიგონებ, მე მაშინ გახდით სამართლიანი არჩევნების თელავის ორგანიზაციის კახეთის უпростоრეთ ორგანიზაციის და საკმაოდ აქტიურად მონაწილეობით ხოლმე დიალოგში. მე გეტყვით ერთ რაღაც საინტერესო რამეს მოვიგონებ 2000 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გავაკეთეთ თელავში ქალბატონ მედიან მეზრიშვილის პერიოდში. ეს იყო პირველად არა მხოლოდ თელავში, საქართველოს მასშტაბით, სერიოზულად გეუბნებით, ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა მოხდა. და ესე იგი ავაწრიალეთ თქვენითაც გავაკეთეთ განცხადება, გამოვაკარით უამრავი, ასე ვთქვათ, ცნობარები და ასე შემდეგ, რომ ამ დღეს მოხდება ასეთ სასწაული თელავში. და რა გონიათ, 3 ადამიანი მოვიდა, ისიც პირადად ჩემი ხათრით. ხო? და კიდეც მითხრა ქალბატონ მედიამ, რომ აიყო ამ ხელახმაური ატეხე მეტი ხალხი ვერ მოეყვანა. ნუ ასე გები, დღესაც იგივე სიტუაცია სამწუხაროდ. დღესაც იგივე, ხო. ამიტომ საჭიროა რაღაც ტრადიციის ჩამოყალიბებაც არის ამაში საჭირო, რომ ხალხი ჩაერიოს და თვითონ შეადგინოს, თვითონ მიიღოს მონაწილეობა. ახლა თითოეულ მოხში არა, მაგრამ ხალხის მოთხოვნა ძირითადად რაზეა უნდა ვიცოდეთ და აუცილებელია ამის გაკეთება. ასე რომ მე მოგიწოდებდით, რომ რაღაც საგანმანათლებლო, ნამდვილად სერიოზულად ვამბობ, საგანმანათლებლო რამ მოხდეს. თუ ძალიანაც შეგაწუხებთ, კიდევ მინდა აი აქ ნაგავზე იყო საუბარი და ახლა კიდევ თელავში შეიქმნა ერთი პატარა საზოგადოება თელაველების და იქად პირველ საკითხად თელავში გამოიყო ნაგავი. მე მესმის მე ბატონ ზურაბს ველაპარაკე უკვე ვაპირებთ შეხვედრას ასევე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებთან, მაგრამ მე მინდა მეორე მხარესაც მოუწოდო ამ პრობლემის მოგვარება და მეორე მხარე თუ არა პირველი არის მოსახლეობა. იმიტომ რომ ძალიან უდიერად ვიქცევით ჩემო კარგო თელაველებო. მე მინდა ყველას მოგმართო, დიდს და პატარას. არ შეიძლება იცით რა, ასე თუ ისე ნაგვის მანქანა დადის. შეინახეთ ის 3 დღე, 4 დღე როგორმე ის ნაგავი და მანქანაზე დაყარეთ. ნუყრით ქალაქში, ნუყრით ხევში, თელავის ხევი არის საცოდაობა. როგორც გინდა გაალამაზოთ თელავი, ჩამოსული სტუმარი იმ ხევში რო ჩაიხედავს, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი სისაზღვრეა. ამიტომ ჩვენ კი უნდა მოვითხოვოთ, რა თქმა უნდა, გამგეობა მუნიციპალიტეტმა უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მათი ვალია და როგორც პირდებიან ცდილობენ, მაგრამ ხელი შეწყობა სჭირდება ამას, აუცილებელია რომ ეს ჩვენს გავითავისოთ, რომ ეს ჩვენი ქალაქია, ისევე როგორც ჩვენ ეზოს ვასუფთავებთ, ისევე როგორც ჩვენ ოთახებს ვასუფთავებთ, ასე უნდა ვეცადოთ, რომ სუფთად შევინახოთ თელავის ქუჩები და ხევი პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა და თუ კიდევ არის შეკითხვა დარბაზიდან ან მოსაზრება, ლალი კბილაშვილი, ახალ გოგავა თავისუფალი საქართველო. რჩება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების შემდეგ, სადაც დიდი ფაქტორი ითამაშა ბიძინეევანიშვილმა, თელავში არაფერი არ შეცვლილა. ახლა უსმენთ ბატონ ალიკას და ბატონ ზურაბს და მათი პრიორიტეტი უფრო იყო ნაგვის გატანა როგორ მოხდებოდა. ბატონო ალიკა, თქვენ ბრძანეთ რომ მათ ჩვევათ ექცათ მოსვლა რომ მიიღოთ ერთჯერადი დახმარება. მე შევესწარი დაძონძილ პენსიონერებს, მაგრამ შიოდათ. ისინი მშივრები იყვნენ და შიმშილის გამოდიოდოთ, თქვენ ეს ალბათ შიმშილობა არ გაგიცდიათ და იქიდან იწყება ის დაავადებები. ამიტომ თქვენ კი უნდა გაგეუფებინოთ, უნდა დაგემატებინათ. მიწეცი რა არის ისიც თქვენ უნდა შექმნათ სამუშაო ადგილები და შემდეგ უნდა მოხდეს გაუქმება. ჩემ თავზე პირადად გამოცადე, დედამყალა ძალიან მძიმედ, წყალი უდგებოდა, გულის ავადმყოფი არის ამჟამად და
ბატონმა ვაჟა ტურაშვილმა, რომელიც მაშინე მოხსნა ისა ზურა რაგვარი არის გამგები ტურაშვილი მაშინე განთავისუფლა, რომ მივედი და პეტრი კიკნაძემ 500 ლარი მოგცეს და გადაარჩინეს დედაჩემი ჩაფიცეში დაწოდა დღესდღეობით რომ ცოცხალია მათი დამსახურებაა და მე მათ მინდა რომ აქედან მადლობა გადაუხადო არ უკითხეთ მე ოპოზიციაში ვიყავით ვინ ვიყავი და მე ხარ ვაკვირდები თქვენ მათზე უკეთესები არ მოსულხართ ეს ბიძინაევაშიც ფაქტორი სხვა არის მაგრამ თქვენ ლაპარაკობთ რომ ჩვევათ ექცათ ჩვევათ კი არ ექცათ ხალხი შიმშილობს მე ვცხოვრობ ღვთისმშობლის ეკლესიის წინ 4 საათზე თქვენ გამოიარეთ მე ძაღლი მყავს და ხადახარო ყებას ხომ გავიხედები ნაგვის ბუნკერებში ხალხი იქექება ხალხი შიმშილობს და ეს ეჯერე დახმარება იყო შიმშილობისგან მოდიოდნენ არათუ და ის ყველაფერი ხდება მოთხოვა შიმშილისგან თქვენ ეს თქვენ ყო მანქანები დაბრძანდები და თქვენ ეს არ გიგრძნიათ ამიტომ ჯონდა შექმნათ სამუშაო ადგილები და შემდეგ მოუხსნათ ეს ეჯერე დახმარება და მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლებაში განსხვავებით ბატონი გიორგისგან რომელიც არის ადამიანია და ადამიანი უყვარს მოდიან ძალიან ძალაუფლების მოყარე ხალხი. აი ხო გიყურებდა თქვენ ადამიანი არ გიყვართ. ნაგვის გატანა როგორ შეიძლება ადამიანი მიყვარდეს და თქვა რომ ჩვევათ ექცა მოსვლა გამგეობაში. ეს ხო ჩვენ ხო ღირსეული ხალხი ვართ. მე როცა მშიერი ვარ ის ღირშიმშილი მაიძულებს რომ მოვიდე და გთხოვო დახმარება. მაგრამ ჩვენ კიდევ თუ საზოგადოებას მიმართოთ თუ ჩვენ კიდევ ხმარა მოვიღეთ. თუ ჩვენ წინააღმდეგობა არ გაუწიეთ საძირკვრშივე იმ სიმსივნეს რაც შეიძლება უკვე უარესი მოხდეს ნაციონალებს რომ დავცინდოდით ჩვენ და ვიცახეთ რომ ეს სისტემა არ მოკვეთეთ ჩვენ უარეს მივიღებთ ხალხნო ამიტომ ჩართულობა აი ეს რომ ჩვენ მოგვიხსენეთ ეჯერე დახმარება და ჯერ სამუშაო ადგილები არ შეუქმნიათ და მარტო ნაგვის გატანაზე ლაპარაკობენ ეს სუდის ნიშანია ამიტომ ყოველი კანონის განხილვა ქალბატონ ნატო უნდა მოხდეს ეს ტელევიზიით უნდა იყოს მეტი ჩართულობა რათა ჩვენ უარესი არ მივიღოთ იმიტომ რომ ამ ბატონებს გონიათ რომ ეს სკამი და ეს ძალაუფლება არის მუდმივი იცვლებიან ალბათ როგორ შეიძლება ამ ბატონმა შიმშილობა იცოდეს და გააუქმონ აი ეს ერთჯერად ძალიან დიდი მადლობა აი ეს მე გირდები ამაზე გიცეთ ბატონ ალექსანდრეს უფლება რომ მოგასუხოს ახალგავა მე როგორც ვიცი იურისტია და მე მინდა რომ ტრენინგები ჩაატაროს თავის პარტიაში რომ თვითმმართველობის წეღანითაც დავიწყოთ თვითმმართველობის პრეროგატივა რა არის და სახელმწიფოს პრეროგატივა რა არის ჩაგვიწერონ სოციალური უზრუნველყოფა თვითმმართველობის კანონში პარლამენტში და მე ვერც ერთი ჩემნაირი და ჩემ ადგილზე მომუშავე ესეც სიტყვებს ვერ წარმოთქვავს. მაშინ მე გორელეცო დაებადოთ, კითხვა რომ რატომ არ დაგვიწვა ჯარმა, საქართველოს ჯარმა, რატო შემოვიდა ტანკები გორში? ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შექმნა ჯარი, რომ მეორედ რუსი ჯარი გორში ვეღარ შემოვიდეს. ხო შეიძლება ეს კითხვა დასვან. როგორც ეხა დავსვით რომ ღარიბია ვიღაც და მუნიციპალიტეტი შიმშილობს და ვერ ეხმარება, ეს არ არის თვითმმართველობის ფუნქცია და თუ ჩვენ შევიჭერეთ ყველა დასაქმება, აი დასაქმება რა საწარმო ავაშენოთ, ერთი ქარხანა რაც ჯდება აშენება, თვითმმართველობის მთელი ბიუჯეტი არ ეყოფა ამას. ამ დროს 380 მილიონი ერთი პარლამენტის აშენებაში გადაიხადა მთავრობამ და ერთი 16 დამლაგებელი დასაქმდა ქუთაისელი იმ პარლამენტში. დანარჩენი ქუთაისელი იქ არ მუშაობს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 380 მილიონად რამდენი ქარხნის აშენება შეიძლებოდა. სახელმწიფომ ეს ამხელა ფული ასე ვთქვათ, რაღაც შუშის შენობაში გადაყარა და თვითმმართველობამ რა დასაქმება უნდა მოახერხოს, როდესაც ისე ვიძახი ანტისანიტარიდან ვერ გამოგვიყვანია ქალაქი. ჩვენ მთელი ბიუჯეტი აი 8 მილიონი გვაქვს. როგორ გონიათ ერთი ქარხანა, რომელიც 1000 კაცი შეიძლება დასაქმდეს. რა ჯდება რომ ეს ქარხანა აშენო? ეს თელავის ბიუჯეტი არ ეყოფა. 800 მილიონი დასაქმება მაგას ვიძახი. დასაქმების რა პროგრამა შეიძლება გავაკეთოთ მუნიციპალიტეტში? ჩვენ ვაკეთებთ ამ საბავშვო ბაღებში, ბავშვების რაოდენობა თუ იზრდება, ჩვენ ამ საბავშვო ბაღში ვამატებთ თქვათ პედაგოგს. რამდენიმე თვითმოქმედი ანსამბლი ჩვენ რომ არ დაშლილიყვნენ, ფარველობა გაუწიეთ, ხელფასები დაუნიშნეთ მათ. მოცეკვავები, რომლებიც ბავშვები რჩებოდნენ შემდეგ სკოლის შემდეგ ყოველგვარი ანაზღაურების გარშე და იკარგებოდნენ ტალანტები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი შევქმნით. რაღაცებს რაც შეგვიძლია მუნიციპალიტეტი ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ვაკეთებთ, მაგრამ
დასაქმება როგორც ესეთი მუნიციპალიტეტს განა რამდენი სულ თელაվել საჯარო მოხელე რო გავხადოთ მაშინ შევარდნადის დრო დაუბრუნდეთ 36 წლიანი ხელფასები დავნიშნოთ და მაშინ შეგვიძლია თქვა თუ ყველა თელაველი შეგვიძლია მივიღოთ მუნიციპალიტეტში და დავასაქმოთ მაგრამ რა იქნება შემდეგ ყველა დაჯდება მაგიდასთან და გამოიშვეს ხებს ქრთამისკენ იმიტომ 36 ლარი არავის არ ეყოფა ხო დამეთანხმებით არა თორე მე ის გაჭირებული ხალხი ძალიანაც მეწოდება მაგრამ ისე ვიძახი სახელმწიფომ აიღოს ის ფუნქცია თავის თავზე რაც აკისრია და კანონში რო ჩაგვიწერეს მუნიციპალიტეტში რომ ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ მხოლოდ ისეთი ფუნქციები რომელიც სხვა სახელმწიფო ორგანოს არ განეკუთვნება პირდაპირ წერია ბოლო ფუნქცია ეს სხვათა შორის უფლებამოსილებებში და რომელიც აკრძალული არ არის ესე იგი ეს ჩვენ ხომ არ არის ისეთი ჩადებული რაც სხვა სახელმწიფო ფუნქციას არ არსებობს ჯანდაცვის და სოციალური დაფუძნებისა მარტივიანით უთხრათ ამ ქალბატონს რომ ეს ვალდებულებები რასაც ჩვენგან ითხოვენ ეს არის სოციალური სამსახური რომელიც თელავშიც არსებობს ეს არის ამ სამსახურის განსახორციელებელი კანონით იმ სამსახურის განსახორციელებელი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ეს არის მოკლე პასუხი ეხლა რაც შეეხება მე მესმის ძალიან ბევრს უჭირს ეჭვით სამეპარება რომ ნებისმიერ თქვენთაგანმა ეს და გაგეცინებათ ქალბატონო და მეც კარგად ვიცი ესა რომ ბევრს უჭირს მაგრამ ის ადამიანები არ მოდიან იქ ერთჯერადად და დახმარების მისაღებად მე ვარ მომსწრე ამისი და მე იქ მუშაობდი და ვიცი რა ხალხი მოდის სამწუხაროდ ზუსტად ის ადამიანები არ მოდიან მორიდების გამო სირცხვილის გამო თუ ღირსების გამო აი რაღაც კატეგორია ადამიანებს რომელიც ძალიან სულ გუგა იცი ეხა არა ნამდვილად არის ვეთანხმები რომ გარკვეული კონტინგენტი დადიოდა და ზუსტად მაქედან გამომდინარე გამუდმებით ვიძახდი და ეხლაც ვიტყვი რომ თუ კი თქვა ნუ ეხლა აღარ არის მაგრამ რო იყო ხო შემდგარიყო კომისია რომელიც იმსჯელებდა იქ კონკრეტული ადამიანი კი არ მიიღებდა გადაწყვეტილებას კომისია მუშაობდა მაგრამ კომისია მუშაობდა ვიცით ხა გამგეობაში მე ნაკლებად წარმოვიდგინეთ მაგალითად ვერ მეტყვით რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს ემუშავა ხო ეს ვიცით და ქვეყანა მთელი საქართველოს მასშტაბით ესე თელავი არ იყო გამონაკლისი მე ვიძახი რომ ჩართულობა გაზრდილიყო არა სამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პარტია რაღაცა და იმათ გადაეწყვიტათ ეხლა ზოგადად რაც გამოიკვეთა აი აქ საუბრობდნენ ძალიან მომეწონა აი ახალგაზრდა ბატონი გოგის შეხედულებას თითქმის საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს ემთხვევა არის ეს რომ თქვა ინფორმირებულობა რაზეც მე მგონი შევთანხმდით ჩვენ ხო რომ თქვა მეტი ინფორმაცია იქნება ტელევიზიით აი თქვენი საშუალებითაც იქნება თქვა გაჟღერებული მე იქნება ჩართულობის გაზრდა მოქალაქეების და მე გათვალისწინება კიდე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთმანეთთან მოდის და აი ბატონმა გოგი მახსენა კიდე განათლება ეს ცოტა რთული თემაა მე ვფიქრობ მაგრამ რაღაც მაინც უნდა გაფიქროთ საჭირო იქნება გრანტის ფარგლებში საჭირო იქნება ეხლა მინდა გითხრათ ერთი რაღაც რომ არ მინდა წყენით არ მინდა ვთქვა ოპონირებით არ მინდა ვთქვა რაღაც ჩასაფრებული რაღაც ნიშნის მოგებით არ მინდა ვთქვა როდესაც საუბრობთ ეხლა მე მესმის და აი ჩემი თანაპარტიელია და ვეთქვი რომ საერთოდ ზოგადად ხელისუფლება არ ქმნის ბიზნესს ანუ ბიზნეს რაღაც ობიექტებს არ აშენებს ის ქმნის ბიზნეს გარემოს სადაც ვთქვა ბიზნესი და მე ამაში ღიად ვიძახი რომ არ ვთანხმებ მაგრამ ჩემს ვთქვა აი კოლეგებს ასე ვთქვა ესეთ რაღაც ვეთყოდი რომ თუ კი ვთქვა თქვენი ძახით რომ აი ამ თანხმარების პირობებში დავარღვევთ კანონს მაშინ ვითხარით მაშინ რატო არ ვღვევდით იმ კანონს და ვთქვა რატო უხდიდით ფულს იმ სამსახურს ნუ ეს იქითა თემაა მოდი ესე ვთქვა გავაჩეროთ ამაზე ერთი გავჩერდეთ მე უფრო ვთვლი რომ რაც შეიძლება აი პროდუქტი რომ მივიღოთ გინდა დღევანდელი შეხვედრით დღეს რომ შევხვდით ვთქვა მომავლის განხილვების დროს რომ ჩვენ ვთქვა რაღაცით წავიწვიოთ და ეს რაღაც წაწვევა იქნება ის რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თუ პრესასთან სამსახური თქვა მოგაწვით მიაწვის ტელევიზიას ინფორმაციას თქვა გავამორბენალის ტრიკონი დაინახავს ვიღაცა განხილვა მეილზე მოგვია თქვა იმ თელავში თქვა საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს მივათ ის და ჩაურთობი და ესე ამით მეწუნეთ კოლეგიალურობაც მეტი იქნება ხალხის მეტი ინტერესით წამოა ჩვენც ერთმანეთთან უფრო კარგი ურთიერთობა გვექნება და უფრო მტკივნეულ საკითხებს რაც გვაწუხებს ნაგვის გატანაა თუ გინდაც გნებავთ ის არ ვიცი ვიღაც გაჭირებულია ძალიან ადამიანი მიეხმარებით ხო აი ამით რაღაცას მივიღეთ მომავალ თქვა ჩვენ შეხვედრამდე თუ აღარ არის დარბაზიდან შეკითხვები კი ბატონო გამარჯობათ მოგესალმებით ნუგზარი ამოზოშვილი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა მე მაქვს ბატონ ალიკასთან ესეთი კითხვა ჯერ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ რაც ყველამ
გავიმეორეთ ერთი და იგივე ნაგავი ძალიან კარგია ეს და ძალიან თქვენმა ტელემაყურებელმა დარეკა და შემოიტანა ეს პრობლემა და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი ყველაზე მაკლები ვილაპარაკეთ რაცა უნდა ყველაფერი კარგი მოხდეს თუ ქუჩები არის დანაგვიანებული ჩათვალოთ რომ არაფერი არ არის და ძალიან სასიამოვნო იყო მოსასმენი ჩემთვის რომ ისინი ცდილობენ რომ უფრო უკეთესად მოხდეს მისი გასუფთავება და გაკეთება. მე ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და ძალიან კარგი იყო ის რომ ის დახმარებები, ის მეომრების დახმარებები და ასე შემდეგ გაორმაგდა და გაიზარდა. მაგრამ ამასთან ერთად მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თქვენ. რომ ახსენეთ რომ ის სოციალურად გაჭირვებული ბავშვები, 4-დან 5 და შვილი ვინც არის ოჯახში, იღებდა 10 ლარიან დახმარებას და გაიზარდა, გაორმაგდა, იღებს 20 ლარიან დახმარებას. ერთი კითხვა მაქვს მე თუ შეიძლება რომ ოჯახში იყოს 5 ბავშვი, მას თვეში 100 ლარი მიეცეს და 5 ბავშვი ოჯახმა 100 ლარი შეინახოს, თუ არის ამის შესაძლებლობა რომ ეს 20 ლარიანი დახმარება გაიზარდოს, რატო უკვე არ გაზარდეთ და თუ არ გაზდით რის საფუძველზე არ გაზრდით? მადლობ შეკითხვისთვის, ბატონო ალექსანდრე გითხრათ. მე წეღან უკვე აღნიშნე რომ იყო 10 ლარიანი დახმარება და გავაორმაგეთ. დიახ. მე მაგალითად აი ამ ერთჯერად დახმარებებს ყოველთვის ვამჯობინებდი აი მიზნობრივ პროგრამულ დახმარებებს, იმიტომ რომ რაღაც ბიზნეს მისაღწევად არის გათვლილი. იგივე ეს 4 და მეტ შვილიან ბავშვებზე დახმარება დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯია. შეიძლება მხოლოდ ამ დახმარების გულისთვის ნამდვილად არავინ ზედმეტი შვილი არ გააჩინოს, მაგრამ ვისაც უკვე ყავს, იმისთვის რაღაც შეღავათია. რა თქმა უნდა, ის 4 შვილის პატრონისთვის ის 40 ლარიც რაღაც იყო, მაგრამ ეხლა 80 ლარი ნამდვილად რაღაც ბავშვისთვის 20 ლარი რაღაც იმაზე უკეთესი არის ყოველ შემთხვევაში რაც იყო. და მე ვეთანხმები გამომსვლელს, რომ კარგი იქნება თუ ეს თანხა კიდე გაიზრდება, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენაირ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგომი ერისთვის უფრო მეც უნდა ხარჯავდეს და უნდა ყველა ბავშვისთვის იხარჯებოდეს, რაც ახლა იხარჯება იმაზე არათუ 2-ჯერ და 3-ჯერ, 10-ჯერ მეტ. იმიტომ რომ ჩვენ შესული ვართ გაეროს რეესტრში გადაშენების გზაზე მდგომი ერების და 50 წლის მერე განახევრებისკენ არის ჩვენი მიმართულება აღნიშნული, რომ საქართველოს მოსახლეობა განახევრდება 50 წლის მერე, თუ იგივე დემოგრაფიული სიტუაცია შენარჩუნდება, რაც დღეს არის. და ზარია ეთერში მიმესალმები ტელემაყურებელს, გთხოვდასვათ შეკითხვა. გამარჯობათ. იქ მაინტერესებს 2013 წლის ბიუჯეტი. რამდენად ითვალისწინებს იმ მორთულობის თუნდაც ნახევრად დაფინანსებას, რომელსაც ჯერ არ ეხება ის თვალუფასო მშობიარობა. დიდი მადლობა. კი, ჩვენ ვიხილავთ იმ წინადადებებს, როდესაც შემოდის განცხადება მშობიარობაზე, როგორც იცით 1 ივლისიდან მშობიარობა უფასო ხდება. და როდესაც შემოდის განცხადება მშობიარობის დაფინანსება ზუსტად აი ამ 50%-ზე, როდესაც არის ლაპარაკი, ეს პროგრამა ჯერ ისევ მოქმედებს, როგორც თქვი, ხდება კომისიაზე განხილვა აი ამ ბენეფიციარის და თუ მისი მონაცემები ნამდვილად შეესაბამება სოციალურად გაჭირვებულების მონაცემებს, ის 50%-იანი დაფინანსება ჩვენ გვაქვს და ეს გრძელდება 1 ივლისამდე, სანამ შემოვა სრული დაფინანსება მშობიარობის სახელმწიფოს პროგრამა. ნეტო ერთი პატარა თემის. აი ხა ამ კითხვასთან დაკავშირებით მე მინდა გავცე პასუხი და არ ვიცი, შეიძლება ცოტა არაჩვეულებრივ ამპლუაში აღმოჩნდა უფრო სწორედ და მინდა თქვა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა ესეთი ის, რომ მაგალითად საქმეს არ აკეთებდა, ან თუ აკეთებდა მცირეს და წარმოაჩენდა ძალიან. დღეს ცოტა არის ხომ ეს შემთხვევა, რომ საქმე მართლა რაღაც კეთდება და წარმოჩენა აქვს ნაკლები. მე მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, გოგონები მაგიტო იძახი არაჩვეულ ამპლუაში ვარ. ეს ერთი სოციალური პაკეტი, ეს არის ძალიან კარგი, როდესაც 100%-ით ორმაგდება. ეს იმას კი არ ანიშნავს, რომ თქვათ ის მრავალსულიანი ოჯახი სოციალური დახმარება აქვს და იქ სხვა მოეხსნა. სოციალური დახმარება გაორმაგდა, ხო? ორმაგდება. წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანი ისარგებლებს სამედიცინო დაზღვევით. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების გესმით და ეს არის ძალიან კარგი. შეიძლება გეთანხმები იმაში, რომ არ საკმარისია, რომ ეს არის კარგი ხარ, რაც კარგია, ხო? იქ წარმოიდგინე ოჯახს რო ექნება, არ ვიცი, 24 ლარი იყო ერთ სულზე, 58 ლარი გაუხდა, 10 ლარი იყო, 20 ლარი გაუხდა, ეს მთლიანობაში რაღაცას აკეთებს და ამ ხრივ მე მინდა გითხრათ,
აი კიდევ ვიძახ, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ მე ვარ ესეთი ადამიანი, როგორც ვარ, როდესაც მაქვს ჩემი შეხედულება კრიტიკული ვიძახი და როდესაც არის კარგი შეხედულება ვიძახი. ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება, მინდა გითხრათ. პირადად ივანიშვილზე ვიძახი, არც კახეთისთვის განსაკუთრებით 100 მილიონი ფული შემოვიდა, სოფლის მეურნეობას დამატებით, ეხლა ექნება თანხები იმაზე, რომ მიწამოხნა, დათესო, მოიყვანო და ამას ცოტა მიფიქრობ, რომ აი ცოტა ეხა გვიწევს ხალხს რომ ინფორმაცია მივაწოდო და სხვათა შორის აი ბატონ შერგელაშვილს როდესაც ველაპარაკებოდი და უკმაყოფილო იყო და ქონდა იქ საუბარი რომ ზოგმა ადამიანმა სტიქია გაიგო როგორც ჯილდო. ასე არ არის, მე მინდა უთხრა რომ რაღაც სტიქია რომ მოხდა ფულს იღებ. შეიძლება რაღაც უკმაყოფილება იყოს, მაგრამ მე სამინისტროს უთხარ და სამინისტროსთან უკმაყოფილება მქონდა იმ საკითხთან რომ ინფორმაცია ამ ხალხთან არ უნდა მიიტანო რაღაც ფორმით. იმიტომ რომ როდესაც დგა ორი ადამიანი შედის იქ და გამოაქვს იმი და სალაროდან 1.800 ლარი და მეორე 12 ლარი რაღაც განცდები ეუფრება და მე როგორ არის სოფელში გაჭირებული ვინც არის იმას ცოტა მიწა აქვს აი ორი თქვა და დავამთავრე მიწა აქვს ცოტა ხო და ვისაც თქვა არ უჭირს აქვს რაღაც 3 ჰექტარი 4 ჰექტარი და ბუნებრივია იმან მიიღო მეტი თანხა და რაღაც განცდა დარჩა ეს თუ არ ყოფილიყო სხვათაშორის მაგდა პოპიაშვილია პრესამსახურის უფროს ძალიან კარგად თავარ ქალბატონთან ვუთხარი რაღაც დონეზე მოხდა კიდეც მე სხვათაშორის ჩამოვიდნენ კიდე დამატებით და რაღაც საინფორმაციო რაღაც სამუშაოები ჩაატარეს შეხვედრების საკით თელავშიც იყო აი ამას ვიძახი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირებულობა ჩვენი გადაცემა სრულდება და მე მინდა ბოლოს შეკითხვებით მოგმართოთ და მოკლე პასუხები თქვენგან რეაბილიტაციის შესახებ დღესაც გაიმართა ნადიკვარზე აქცია საპროტესტო აქცია მოსახლეობა მოითხოვს რომ ეს სამუშაოები დასრულდეს თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩის სხვა სახის პრობლემები თუ არის თანხები მუნიციპალური ფონდიდან გადმორიცხული დარჩენილი რომ ეს სამუშაოები გაგრძელდეს თუ გაგრძელდება ბიუჯეტი თუ ითვალისწინებს რომ დაწყებული პროცესი რეაბილიტაციის ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ძალიან მოკლედ არ გამოვა ეს პასუხი. მაგრამ მინდა მოკლედ გაგიმარტოთ რას მდგომარეობა იყო ამ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დამკვეთი სამუშაოების გახდათ მუნიციპალური განვითარების ფონდი. ანუ ფულის გადამხდელი ამ შემთხვევაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. შემკვეთი გახდათ დონორი ორგანიზაცია. სახელმწიფო პლუს დონორი ორგანიზაცია. ადგილობრივი თვითმმართველობა არანაირად ჩართული არ იყო თუ არა იმ შემთხვევებში, როდესაც გვეძახდნენ და თუ რაღაცა შეგვეძლო რომ მიხმარებოდეს ეს ინფორმაცია იყო თუ ასე შემდეგ. აი ერთადერთი კომუნიკაცია ჩვენ შორის ხდებოდა ამ დონეზე, სამწუხაროდ. რაც შეეხება ეხლა ეს კომუნიკაცია გაუმჯობესდა მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მაგრამ კონკრეტულად დღეს მე არ შემიძლია პასუხი გაგცეთ იმ კონკრეტული პასუხები თქვა რომ აი ამდენი დაიხარჯება კონკრეტულად ეს თემები. ანუ არ იცით დასრულდება თუ არა? საუბარი დასრულდება, მაგრამ კონკრეტულად არ შემიძლია ჯერჯერობით კონკრეტულად არ შემიძლია ამაზე გესაუბროთ. დასრულებით აუცილებლად დასრულდება, მე არ შემიძლია და არ შემიძლია შემსრულებელი გითხრათ. ანუ არ იქნება პრობლემა რეაბილიტაცია წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ახალი ხელისუფლება ამას აღარ გააგრძელებს და არ დაინგრევა როგორც ანონსებული იყო, ისაც გაკეთდა. დატოვებული პრობლემებად არ დარჩება. რაც შეეხება ზოგადად რეაბილიტაციას, აგერ იქ იყო შეხვედრა ნადიკვარზე ჩვენ გავაკეთეთ ადგილობრივ არქიტექტორთა შეხვედრა და ძალიან მოკლე რეზუმე დავწერეთ ამის შესახებ და მივწერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს მოკლედ ყველა ობიექტთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩვენ არ მივწერია მუზეუმთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მუზეუმთან დაკავშირებით იყო სპეციალური კომისია ჩამოსული ცენტრალური ხელისუფლებიდან და კულტურის სამინისტროდან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად და ისინი კონკრეტულად მსჯელობდნენ მუზეუმთან დაკავშირებით დანარჩენ თემებზე ჩვენი მოსაზრებები მივაწოდეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. და ზარი ეთერში ბოლო ზარი ჩვენს დღევანდელ გადაცემაში მოგესალმებით და გისმენთ. ხო, დასვა შეკითხვა. ალო? დიახ, გისმენთ ხალბატონო. სანიორიდან გირეკავს. დიახ. მაინტერესებს ჩვენი სოფელი რატომ არ არის შესული დაზარალებულთა სიაში? 10%-ით დასასრულები ვართ. გვადლობთ თუ შეგიძლიათ რომ უპასუხოთ. მე თუ უნდა გავხსენ პასუხს. ეს თავის დროზე თუ არ მოხდა მისი დაფიქსირება, ანუ სტიქის შემდგომ პერიოდში, იმ მომენტშივე თუ არ მოხდა ამის დაფიქსირება, ეხლა ძალიან რთულია. დღეს იმსჯელო იმ შედეგებზე, ან კომისია მივიდეს და ეს დაადასტუროს,
ძალიან რთული იქნება. თქვენ თუ გაქვთ სხვა ეს არა, ნუ სამწუხაროდ ესია, წინა თქვა ხელისუფლების მიერ შედგენილი აი ამ სიებით თუ არ ვიცი გეოგრაფიული მდებარეობით სადა ისე თქვა, რა და ისე თქვა, იმის მიხედვით ხდება ეს ანაზღაურება. ერთი ეს არის და მეორეა მე ვთვლი, რასაც ვთვლი, რომ ცოტა უსამართლობასავი განცდა რჩება და რჩება მოსახლეობასაც, გნებავთ აი ამ ქალბატონს რომელმაც დარეკა, არის ის რომ შეიძლება სტიქია იყო 19 ივლის და იგივე თქვა ცეტვა უფრო უარესად გაუნადგურა, აი გნებავთ სანიორეშიც, ხო? და იმას არ ეხმარებიან. აი ამაში მაქვს მე პირადად განცდა და მოსახლეობასაც. მოდით კიდევ ერთ ტელემაყურებელს უპასუხოთ, რომელიც უკვე არის სატელეფონო ხაზზე. მოგესალმებით და გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. მოგესალმებით. ხო. ერთი შემოც თქვენთან სათხოვარი განაცვალე. აგერ იმას ხელჩამოდის აქ გვერდით, ნაგვით აავსეს, ნაგვით. ხო და თუ შეიძლება რაიმე დახმარება გაგვიწიოთ. დიდი მადლობა. კონკრეტულად რომელ ხეზია თუ შეიძლება ცენტრალურ არხს? რომელი ხევი და აი ძველი ლიმონადის ქარხანა რო იყო. თუ იცით. ვიცი. ხო, პურის ქარხანას ალბათ, არა, პურ კომბინატთან. რაიმე ტრაფარეტი რომ დაედგათ, რომ აქ აგძალია ნაგვის დახრა. თერაპია ტრაფარეტი ფინანსების მაგალითად ალიანის კიდე ხალხი ყველა დადის იმ წყალზე. ხოდა ვერაიც ვეღარ გავიდა ისეთი ამბავია, ისეთი სიტუაციაა. გასაგებია თქვენი შეკითხვა, ბატონო ალექსანდრე ბატონსურო? მე გამინიშნოთ მართლა. იგივე შემიძლია უპასუხო აი ბატონმა გოგიმ რა თქვა, რომ მარტო ჭიქაში ნუ გეყარება თელავი რა. დავჯდებით, წავალ თელავს ადრიგძელებს და იმ ჩვენ აჭავს უკან ვყრით. და მოვდივართ ვაშკაცები. გასაგებია. ყველა მივხედოთ ჩვენ ქალაქს. ხელისუფლებამ გააკეთოს თავის საქმე. მოსახლეობამ თვითშეგნებით თავის ქალაქის სიყვარული და სამშობლოს სიყვარულით იმოქმედოს. ხოლო იმით არა რომ მოდი მე ჩემ ნაგავს ჩემი ეზოდან გამოვიტან გადავყრე და იქ კიდე თავისმა პატრონმა მიხედოს. ჩვენი გადაცემა ფაქტობრივად დასრულდა და მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, უბრალოდ ვერ გავიგე ბიუჯეტის პროექტს ვეცნობოდი. გარკვეული თანხებია გაწერილი შადრევნის, მინისტადიონების და სასაფლაოების მოვლა პატრონობისთვის. სასაფლაოები, მინისტადიონები გავიგე, თუმცა ქალაქში აღარ არის შადრევანი და რას უნდა უპატრონოთ ეს? შადრევანი იქ ახალი. იქ ახალ ბაღში. გვაქვს მაგრამ ჯეჯერობით არ ფუნქციონირებს. დიდ შადრევანს რა ბედი ეწია თუ არის შესაძლებელი რომ დააბრუნოთ ქალაქში. დამონტაჟებული არ არის, მაგრამ მე ვიცი რომ შენახულია ისა შადრევანი და რა ვიცი თუ რამე პროექტი იქნება და ჩვენც ისევ შადრევნებზე თუ დავიწყებთ ფულის ხარჯვას და მოვიფიქრებთ, შეიძლება მე გაკეთოს. თუ ნაყიდი გვაქვს და გვაქვს დავაყენოთ სადმე. არა შეიძლება, არ არის, რასთავარია განადგურებული არ არის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა დარბაზს, ჩვენ საუბრობდით თელავის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესახებ. აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულ დროს საღამოს დღესნახევარზე პირდაპირ ეთერში ნახვამდის. გადაცემა მომზადებულია MSI-ის მიერ დაფინანსებული გრანტის დიალოგი თელავის ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით. გადაცემის შინაარსი არის ტელეკომპანია თანამგზავრის პასუხისმგებლობა და არ არის აუცილებელი ასახავდეს MSI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას.